დღევანდელი დღე, როგორც ჩანს, ძალიან გამორჩეულია ძიმე მოვლენებით და აქტიურობებით. დღე დაიწყო იმ ინფორმაციით, როდესაც გაირკვა, რომ კუდის თანამშრომლები სასამართლოს თანამშრომლებს აიძულებდნენ, რომ პირდაპირ ეთვალთვალა მოსამართლეებისთვის. ამას მოყვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება დასაკითხად. ამას მოყვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული თავისუფალი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება და ამას მოყვა პირდაპირ ფიზიკური ანგარიშწორება პარლამენტის წევრების საპარლამენტო უმცირესობის მიმართ. მაშინ, როდესაც იყო ფრაქციის შეკრება პარტიის ოფისში, მე ხას უსვავ პარტიის ოფისში და იყო ოფისში შემოჭრის ცდელობა და დეპუტატებთან ფიზიკური ანგარიშწორების ცდელობა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი განცხადებისთვის, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთეთ, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღის ყველა მოვლენა დაასრულოს დღევანდელი დღის ყველა მოვლენა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება, ოპოზიციის ნაწილის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება. პროცედურაზე ჩაგირთეთ და თხოვთ პროცედურაზე ბატონ დავით, თუ შეიძლება ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს არ არის ორდინალური დღე და ორდინალური პროცედურა, ამიტომ ყველა მოვლენის გამო ჩვენ უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღეს ვიკრიბებით უმცირესობის საგანგებო სხდომაზე, ამიტომ ახლა დავტოვებთ დარბაზს, გადავინაცვლებთ უმცირესობის ფორმატით, იმიტომ რომ ის რაც დღევანდელ დღეს მოხდა ქვეყანაში, სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე პირდაპირ ზეწოლა, არის უკიდურესად საგანგაშო. და ეს